მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ვინც არიცით, მე ვარ თემო ნემსიწვერიძე, ჰიპნოთერაპევტი და დღეს ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, თავისი მაგალითებით, რომელიც აღებულია ჩემი სამუშაო პრაქტიკიდან, რომ ნათლად დაინახოთ და გაიგოთ თემის არსი და ეს თემა არის 7 ძირითადი მიზეზი ბავშვობაში ფორმირებული ფსიქოტრაუმის და ასევე თუ რატომ იქნება პრობლემური ემოციური მდგომარეობა ჩვენს ქვეცნობიერში და როგორ პოულობთ ამ მიზეზებს ჰიპნოთერაპიაში. პირველი მიზეზი არის იმპრინტი ავტორიტეტული ფიგურიდან და რას ნიშნავს იმპრინტი. ინფორმაციის ჩაბეჭდას ქვეცნობიერ გონებაში. როცა მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგალითად მშობელი, მასწავლებელი ან ნებისმიერი სხვა უფროსი ამბობს ან აკეთებს რაღაცას, რაც ღრმად იბეჭდება ბავშვის ქვეცნობიერში და მართავს შემდეგს მის ცხოვრებას. მაგალითად, დედამ ერთხელ უთხრა 6 წლის ბავშვს, რა უტანელი ბავშვი ხარ, ვერ ვიტან შენთან ყოფნას და მას შემდეგ მას ღრმად სჯერა, რომ მისი ყოფნა სხვა ადამიანებისთვის თვითია. ასევე კიდევ ერთი მაგალითი. მასწავლებელმა უთხრა ბავშვს, რომ შენგან არაფერი გამოვა, სხვები ბევრად ჭკვიანები არიან, რასაც მოჰყვება დაბალი თვითშეფასება, თავდაუჯერებლობა და ეშინია ახალი ნაბიჯების გადადგმის. შეგვიძლია კიდევ ესეთი შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ. მამა ხშირად უმეურებს ბავშვს, რომ სიტყვაზე ნამდვილი კაცები არ ტირიან. ახლა კი ბავშვი ფიქრობს, რომ ემოციების გამოხატვა სირცხვილია და ზნობს შინაგან სიცარიელეს და შფოთს მძიმე ემოციური მდგომარეობის დროს. არა აქვს უნარი ემოციების გამოხატვის. კიდევ ერთი მაგალითი, დედა შვილს ეუბნება, შენ სულელურად აზროვნებ და შენგან ვერასოდეს გამოვა განათლებული ადამიანი. შედეგად ადამიანს უჭირს სწავლის პროცესში ჩართვა და მუდმივად აქვს განცდა, რომ სხვები მასზე ჭკვიანები არიან. კიდევ ესეთი მაგალითი, რომელიც პრაქტიკაში ხშირად ხდება, მამა ეუბნება ბიჭს, რომ მამაკაცებს შიში არ უნდა ჰქონდეს, მამაკაც არაფრის არ ეშინია, არ უნდა ეშინოდეს. რის შედეგადაც, როცა ადამიანი რეალურ შიშს განიცდის, იწყებს საკუთარი თავის დამცირებას, მე სუსტი ვარ, მე ნამდვილი კაცი არ ვარ და ასე შემდეგ. მეორე მიზეზი ეს არის აქტუალური გადაუწყვეტელი პრობლემა. და რას ნიშნავს ეს? ადამიანს როცა პრობლემა აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გადაჭრა და ქვეცნობიერად მას აზიანებს. მაგალითები. ადამიანი ყოველდღე მუშაობს სამსახურში, სადაც პატივს არ სცემენ, მაგრამ ვერ ტოვებს შიშობს ფინანსური კრიზისი ექნება. შედეგად მუდმივი შფოთი, რომელიც სხეულში ქრონიკულ დაღლილობას და დეპრესიაში გადადის. კიდევ ერთი მაგალითი, ქალი რჩება ურთიერთობაში, სადაც პარტნიორი აბუჩად იგდებს, მაგრამ ვერ ტოვებს, რადგან ეშინია მარტოობის. შედეგად მოდის ქრონიკული სტრესი და დაბალი თვითშეფასება. კიდევ ერთი მაგალითი, დედა უკვე წლებია ცდილობს შვილთან დაალაგოს ურთიერთობა, მაგრამ ყოველი მცდელობა მარცხით სრულდება. ის გრძნობს, რომ ცუდი დედა. კიდევ ესეთი მაგალითი შეგვიძლია, რომ ბიჭი ვერ პატიობს დედას, რომ ბავშვობაში მის მიმართ მკაცრი იყო, მაგრამ მამაზე არასდროს საუბრობს. შედეგად მუდამ აგრესიულია ქალების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერ ხვდება ამას. მესამე მიზეზი არის უკვე შექმნილი პრობლემიდან სარგებლის მიღება ან მეორადი სარგებელი, რაც პრაქტიკაში ძალიან ხშირად ხდება და რას ნიშნავს ეს? ქვეცნობიერი ინახავს პრობლემას და არ თავისუფლდება მისგან, რადგან ამ პრობლემას აქვს გარკვეული სარგებელი მისთვის. გეტყვით მაგალითს და მიხვდებით. ქრონიკულმა ტკივილმა მისცა შანსი აღარ მუშაობდეს ცუდ სამსახურში, სადაც სამსახური მისთვის ასოცირდება საშინელებასთან. ეს ტკივილი ადამიანისთვის საშინელი განცდა არის, მაგრამ მისი ქვეცნობიერისთვის ის უფრო საშინელია, როდესაც იქ მიდის, სადაც წასვლა არ უნდა ამ შემთხვევაში სამსახურს. და როგორაც იქ გრძნობს თავს, ის უფრო საშინელია, ვიდრე ეს ტკივილის განცდა, ეს ქრონიკული ტკივილი, რომელიც აწუხებს. ამიტომ მირჩევს ჩვენი გონება, როგორც აი ამას მეორად სარგებელს და იტოვებს ამ ტკივილს და აღარ თავისუფლდება მისგან. მეთქვით კიდე მეორე მაგალითს, რომელიც ესეც ძალიან ხშირად ხდება პრაქტიკაში, ხშირად აწუხებს შფოთვა, რის გამოც ყველა მასზე ზრუნავს. ეს ყურადღება ბავშვობიდან ნაკლია და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერ შფოთზე მნიშვნელოვანიც კი. მესამე მაგალითი, სიტყვაზე ადამიანი ვერ ახერხებს წონაში კლებას, ქალბატონი ვერ ახერხებს წონაში კლებას, შინაგანად შიშობს, რომ წონას დაკლების შემდეგ სექსუალურ ფიგურას საფრთხეს შეუქმნის მას, იმიტომ რომ ადრე იყო ძალადობის მსხვერპლი. საინტერესოა რა. არ გეგონოთ ამას თავად აცნობიერებდეს ადამიანი, ეს ხდება ქვეცნობიერის დონეზე. კიდევ ერთი ესეთი მაგალითი, რომელიც ნაცნობია საქართველოში განსაკუთრებით, რომ კაცი ვერ ტოვებს ალკოჰოლს, რადგან სმა მისთვის ერთადერთი გზაა, რომ სხვა ადამიანებთან ახლოს იგრძნოს თავი. აქ კი სარგებელი არის სოციუმში ყოფნის განცდა, მაგრამ შედეგი, რა თქმა უნდა, უკვე თვითგანადგურება. მეოთხე მიზეზი არის ეს თვით იდენტიფიკაცია სხვა ადამიანებთან და რას ნიშნავს ეს?
ადამიანი ქვეცნობიერად აიგივებს საკუთარ თავს სხვის ტკივილთან, ან მისი ბედი გადმოაქვს საკუთარ თავს. გეტყვით მაგალითებს, ამასაც მიხვდებით მარტივად. სიტყვაზე დედამთელი ცხოვრება იტანჯებოდა ურთიერთობაში და შვილი ქვეცნობიერად თulis, რომ ბედნიერება მას არ ეკუთვნის. როგორც დედას არ ჰქონდა, ისე არც მას არ უნდა ჰქონდეს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ცნობიერის დონეზე ადამიანი ვერ ხვდება. კიდევ ერთი მაგალითი, შვილი დედას გავს, რომელიც ვერ ქმნიდა ჰარმონიულ ურთიერთობებს და ისიც ქვეცნობიერად იმეორებს იმავე სცენარებს. შემდეგი მაგალითი, დედა მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ ქალებს ბედნიერება არ გვაქვს. ესეც სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება პრაქტიკებში, როდესაც შვილს ეს ფრაზა ესმის დედისგან და შემდეგ შესაბამისად ქალიშვილი ქვეცნობიერად იმეორებს იმავე სცენარს და ვერ ქმნის ბედნიერ ოჯახს, იმიტომ რომ ეს როგორც შთაგონება ზუსტად ისე მუშაობს. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ სიტყვაზე მამა იყო მარცხიანი ბიზნესში, სადაც ბევრი კრახი განიცადა და შვილი იზრდება იმ აზრით, რომ წარმატება მისთვის აკრძალულია, რადგან მამის ტკივილი უნდა გაიზიაროს. ეს შეიძლება თქვენთვის უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენი ქვეცნობიერი გონება ზუსტად აი ასე მუშაობს. კიდევ ერთი მაგალითი, რომ ბავშვმა ნახა, როგორ იტანჯებოდა ბებია მარტოობით და გულში ჩაიდო ფიცი, რომ თვითონაც მარტო იცხოვრებდა. ეს ხდება გაუცნობიერებლად და შემდეგ ხელს უშლის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელ ურთიერთობაში. მეხუთე მიზეზი ჩემო ძვირფასებო კი არის შინაგანი კონფლიქტი, რომელიც ძალიან ხშირად ხდება, თითქმის ყოველ მეორეს ეს პრობლემა აქვს, რაც ნიშნავს ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს. მას აქვს გონებაში, ესე იგი, ორი ურთიერთგამომრიცხავი სურვილი, რომელიც არაძლევს მოსვენებას და ვერ ღებულობს სწორ გადაწყვეტილებებს. ეს ხშირად აღიქმება როგორც ჩვენი გონების ორი ნაწილი ჩვენს თავში, რომელიც ვერ თანხვდებიან ოპტიმალურ გადაწყვეტილებებზე და სულ ერთმანეთთან თითქოს აი კამათიოთ, კონფლიქტიოთ. მაგალითი, ერთდროულად უნდა თავისუფლება და სტაბილურობა, ხოლო ქვეცნობიერად კი ორივეს მიღწევა შეუძლებლად მიაჩნია. ამიტომ ხდება კონფლიქტი მის თავში, რაც არაძლევს მშვიდი ცხოვრების საშუალებას. კიდევ ერთი მაგალითი, გოგოს უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ მეორე ნაწილი შიშობს მარტო დარჩენაზე და ვერ ტოვებს მტკივნეულ ურთიერთობას. კიდევ ერთი მაგალითი, მამაკაც სურს კარიერული წარმატება, მაგრამ შინაგანად არწმუნებულია, რომ წარმატებული ადამიანები ეგოისტები არიან და არა მარტო ეგოისტები. კიდევ ერთი მაგალითი, შეგვიძლია ასეთი მოვიყვანოთ, რომ გოგოს სურს გახდეს ცნობილი მსახიობი, მაგრამ მეორე ნაწილი მას ეუბნება, ეს კარიერა უსაფრთხო არ არის და დასაცინი გახდები. კონფლიქტი ქმნის შიშს და საქმის და წარმატების გადადებას. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი, მამაკაცი ოცნებობს დიდი ოჯახის შექმნაზე, მაგრამ შინაგანად ფიქრობს, რომ მამაკაცისთვის მთავარი კარიერა. ეს გოგოებსაც ეხება სხვათა შორის ეს პრობლემა და შემდეგ ამის გამო ვერ იღებს გადაწყვეტილებას და მუდმივად რაღაც ჩიხშია. კიდე შეგვიძლია ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ასეთი მაგალითი, ადამიანს უნდა იცხოვროს საზღვარგარეთ, მაგრამ მეორე ნაწილი ამბობს, რომ შენ ვერ მიატოვებ ოჯახს, ეს მოღალატეობა, ხალატია. და შედეგად წლების განმავლობაში ვერ დგამს ნაბიჯს და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის შემდეგ უკვე მოყვება შფოთვა და სხვა დანარჩენი რაღაცები. მეექვსე მიზეზი არის წარსულის ტრამული მოვლენა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული მტკივნეული სიტუაციას, რომელიც არ იყო დამუშავებული და გახდა მატრამვირებელი სიტუაცია და იკავებს ფსიქიკურ სივრცეს. ეს ძალიან ხშირად ხდება. მაგალითად, ბავშვობაში საჯარო დამცირება კლასელებისგან და ქვეცნობიერში კი ჩნდება ასოციაცია. საზოგადოება შაშიშია. და შედეგად უკვე ემართება სოციუმის შიში. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი, ბავშვობაში დაკარგა საყვარელი ბაბუა და მას შემდეგ გააქვს შიში ადამიანების დაკარგვის. კიდევ ერთი ასეთი, სკოლის სცენაზე ერთხელ ტექსტი შეეშალა და მთელი კლასი დასცინოდა. დღემდე ვერ ლაპარაკობს აუდიტორიის წინაშე და ვერ დგამს დამაჯერებელი ნაბიჯებს მის ცხოვრებაში, რომ წარმატებას მიაღწიოს. თუნდაც ერთხელ ბავშვი დაიკარგა ბაზარში და ძალიან შეეშინდა. დღეს მას აქვს პანიკური შეტევები ხარხში ყოფნისას. ესეთი სიტუაციაც ხდება. ერთ მაგალითს გეტყვით, კიდე რომელიც პრაქტიკაში ხშირად ხდება, მოზარდობაში მაგალითად საჯაროდ მკაცრად დასაჯეს, თუნდაც ან სკოლაში ან სადმე და რის შედეგადაც ადამიანს მუდმივად აქვს მარცხი შიში. და შესაბამისად არ დგამს საჭირო ნაბიჯებს მის ცხოვრებაში. მეშვიდე მიზეზი კი ეს არის ძალიან საინტერესო, რომელიც ხდება პრაქტიკაში ძალიან ხშირად და ეს არის თვითდასჯა ან სხვისი დასჯის მცდელობა საკუთარი ცუდი ყოფით ან ავადმყოფობით. და რას ნიშნავს ეს? ადამიანი ქვეცნობიერად თვლის, რომ რაღაცაში დამნაშავეა და იმსახურებს თან ჯვარს. მაგალითი,
მამა ჩემს გამო ავად გახდა. და შვილი ქვეცნობიერად იღებს დანაშაულის გრძნობას და ცხოვრებაში ვერ აძლევს თავს ნებას იყოს ბედნიერი. ამით უნდა მისი დანაშაული გამოისყიდოს. კიდევ ერთი მაგალითი, გრძნობს რომ არ იყოს სიტყვაზე შვილი კარგი და ამიტომ ქვეცნობიერად არ იმსახურებს ბედნიერებას. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი, სიტყვაზე ადამიანს აქვს ძალიან დიდი წყენები მშობლებზე და ქვეცნობიერად ანადგურებს საკუთარ თავს. ამით ის სჯის მშობლებს. სხვათა შორის ეს კიდევ ძალიან ხშირად ხდება სამწუხაროდ პრაქტიკაში და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემოკარგებო, ამ სიტუაციას 99% შემთხვევაში ადამიანი თვითონაც ვერ აცნობიერებს, თუ ძალიან ღრმად არ ჩაიძია ამ საკითხში და ამ თემაში. კიდე ასეთი მაგალითი შეგვიძლია თვითდაშჭაზე მოვიყვანოთ, რომ გოგო წლების წინ დაშორდა ადამიანს, რომელიც ძალიან უყვარდა და თulis რომ მისი ბრალი იყო ეს დაშორება და ახლა თავით ეშვება ტოქსიკურად და საშინელ ურთიერთობებში. თითქოს იქ უნდა დაისაჯოს. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია, რომ კაცი სვამს და ანადგურებს საკუთარ ჯანმრთელობას, თითქოს საკუთარი არსებობით სჯის მამას. წარმოგიდგენიათ, საკუთარი არსებობით სჯის მამას. იმ მამას, რომელიც მას ბავშვობაში არასდროს აქცევდა ყურადღებას. ჩემო ძვირფასებო, ეს 7 ფსიქოდინამიკური ფესვი ხშირად ჩნდება ჰიპნოთერაპიის პროცესში და სწორედ აქ პოულობთ პასუხებს, რომლებიც ცნობიერად დაფარულია და როცა ქვეცნობიერი გეუბნება სიმართლეს და მუშაობთ მასზე, იწყება გამოჯანმრთელება, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური. თუ გინდა რომ ამ მიზეზებს შენი ქვეცნობიერის დონეზე მიაკვლიო, დაგეხმარები იმ პროცესში ჰიპნოთერაპიის მეშვეობით, ჩაიწერეთ კონსულტაციაზე, დამიტოვეთ კომენტარი ან მომწერეთ პირადში, გიპასუხებთ ყველა კითხვას. ასეთი უცნაური და საინტერესო რამეა ჩვენი ქვეცნობიერი და მას ამიტომ სჭირდება ბავშვობაში დაკვირვება, თუ როგორ ვიქცევით ჩვენ შვილებს, იმიტომ რომ შეიძლება თითქოს ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ქმედება დიდის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ამას სავალალო სიტუაცია მოყვება. ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით იდეალური მშობლები, ეს ძალიან ნაკლებად პროცენტული არის, ყოველთვის რაღაცა შეიძლება ბავშვი იყოს ჩვენზე ნაწყენი, შეიძლება იყოს რაღაცა გაბრაზებულიც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მათ მივცეთ სითბო, სიყვარული, სრულმა და ემოციური თანადგომა. კიდევ ასეთი რაღაცა მინდა გითხრათ, თვითონ დაკავშირებული აი მატრამირებელ სიტუაციებთან. ყველა შემთხვევაში ზემოთ ჩამონათვალი შეიძლება არ მოხდეს მატრამირებელ სიტუაციად. ეს ყოველთვის დამოკიდებულია ზუსტად ბავშვისთვის ემოციურ მდგომარეობაზე რა. თუ ამ ჩვენს მატრამირებელ სიტუაციას, რასაც ვეძახით, თუ ახლავს დიდი ნეგატიური ემოცია, მაშინ აუცილებლად ის გახდება მატრამირებელი სიტუაცია. თუ რაიმე მოვლენას, რომელიც მოხდა ჩვენთვის არ არის დაკავშირებული ძალიან დიდ ემოციასთან, დიდ ნეგატიურ ემოციასთან, შეიძლება შიშთან, რაღაცა ბრასთან, წყენასთან და ასე შემდეგ, დიდი შანსია, რომ ეს პრობლემა არ დარჩეს როგორც მატრამირებელი სიტუაცია. კიდევ ასე ნათლად რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ ორი ადამიანი ერთი და იგივე სიტუაციას ხედავთ ბავშვობაში და შეიძლება ის ჩემთვის აღმოჩნდეს და დარჩეს მატრამირებელ სიტუაციად, ხოლო მეორე ბავშვი, ვინც ამ სიტუაციას უყურებდა, შეიძლება მასთვის ეს არც არაფერი არ იყოს რა. ამიტომ ყველა ადამიანები ვართ ინდივიდუალურები და არ შეიძლება იმის ფიქრი და იმის თქმა, რომ ეს არანაირი პრობლემა არ არის, მეც მასე გავიზარდე და ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მეც მასე გავიზარდე და მეც ყველაფერი კარგად ამახო. თქვენ შეიძლება ყველაფერი მანდაც კითხვები, ყველაფერი კარგად გაქვთ თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გადალახეთ, მაგრამ იმ სხვა ადამიანს სხვანაირად აღიქვამს იმ პრობლემას, სხვანაირად მიიღო და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება, რომ სიტყვაზე დედამუშვილები თუნდაც ერთი და იგივე ოჯახში იზრდებიან, ერთი და იგივე სიტუაციას ხედავენ, მაგრამ ერთმა შეიძლება ეს სიტუაცია მარტივად გადალახოს, მარტივად გაიაროს და ასე შემდეგ. ხოლო მეორესთვის კი გახდეს ძალიან მძიმე და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, სავალალო შედეგები შეიძლება მისცეს შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკში. შემოძვირფასებო, თუ გინდათ რომ მიზეზებს თქვენი ქვეცნობიერის დონეზე მიაკვლიოთ, დაგეხმარებით ამ პროცესში ჰიპნოთერაპიის მეშვეობით და ამისათვის კი ჩაიწერეთ კონსულტაციაზე, დამიტოვეთ კომენტარი ან მომწერეთ პირადში. და ასევე თქვენთან მაქვს თხოვნა, გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი, სადაც იქნება ვრცელი ვიდეოები სხვადასხვა თემაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ბევრ სხვა თემაზე, რომელიც გამოგადგება ცხოვრებაში. კომენტარებში იქნება ჩემი YouTube გვერდის ლინკი, ან უბრალოდ დასახელება, ან შეგიძლიათ ჩემი გვერდის აღწერაში აუცილებლად არის იქ ჩამოწერილი ლინკები სხვადასხვა ჩემი სოციალური ქსელების და შეგიძლიათ იქაც
შეხვიდეთ და პირდაპირ გადახვიდეთ და იქიდან გამოიწეროთ. ეს თქვენი ქმედება იქნება ჩემთვის мотивация ბევრი სასარგებლო ვიდეო რომ ჩავწერო თქვენთვის. გიგისურვებთ ყველას წარმატებებს.